როგორი თემაა, იცი, აი ჩვეულებრივად უცხოეთია უკვე. ცენტრში რო გახვიდე, ისლამაბადის ის არის დემოგრაფიული გარემო. ხო და ის კი არა რაღაცა ეს არ მოხდება. უკვე ხდება კაცო ეს პროცესი. ისეთ მასშტაბს იძენს, რომ არ ვიცი. კიდე ერთი ვიდეო დაიდო, აი ბათუმში მოხდა მე-14 სკოლაში ვიღაცა შევარდა და რა ვიცი, იქ რაღაც არაფხიზე მდგომარეობაში იქ რაღაცა მანქანებს ამტვრევდა და ასე შემდეგ. მოდი აი სკოლაში შევარდა ვიღაც მიგრანტი, უცხოელი, ეს პაკისტანელია თუ ინდუსია თუ აშკარად უცხოელია და დაიჭირეს მე ეს ცხადია, მაგრამ უცხოელი შევარდა. უკვე სიმპტომია იქ გარკვეული. აი მანქანა Seasons. რაღაცები ქონდა. ხო, რავი, აი უკვე მიგრანტი რო ჩამოდის, ბედავს იმას, რომ იმას შევარდეს, რა ქვია. კი, აი მე საერთოდ რა არის? ამას ხო ისეთი ეს ხო გამოხატავს, ამას რო ბედავს მიგრანტი. ასეთი შემთხვევა ხო არ ყოფილა. აი მოდი ერთ ვიტყვი, ნახე, კაცებიც დადიოდნენ. კი. იქ ჩვეულებრივად რამდენიმე კაც მაგარი ერთი ჩანდა იდგა და უყურებდა. ვიღაცა მიგრანტი შევარდა და მანქანის კაპოტზე ხტუნავს რა. ტიტოელი დარბის სკოლაში და მანქანის კაპოტზე ხტუნავს. ქალებს და ბავშვებს აშინებს. ჯოაკ ვინმეს თუ გონია ეს რაღაც გავრცელებული აზრი მოგეშინიათ კაცო. საქართველოში ვინ გაბედავს? ვინ გაბედავს კაცო აგერ დარბის მანქანებს ლეწავს და კაცები გამოდიან ხმას არიხენ. თქვენ რა წარმოგიდგენიათ კაცო ამ ქვეყანაში რავი აგერ ოცნება მაიღო 80% ხმების. საქართველოში გაბედავს თუ გაბედავს კაცო. საქართველოში თავრობა გაიყიდა იმას. საქართველოში იქ ევროპაში ეს პროცესი რო ხდება. ევროპაში სხვა მიზეზებით ხდება ეს პროცესი და ბევრად ნელა ხდება. საქართველოში გაბედვა სადამდე მივა ამ ჩამოსულების. ეგ ვიღაცას შეიძლება ვერ წარმოუდგენია. იმიტომ რომ ზოგადად ეგ ვერ წარმოუდგენიათ ხოლმე, მაგრამ სინამდვილეში რამდენი რამე ვერ წარმოედგინათ და მოხდა. შემოგვიერთდით უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.